უკრაინას ძალიან გაუჭირდება დონბასის დათმობა, ანუ ეგ მოთხოვნა თუ დგას მოდიდი დონეცკი დამითმით. აი რუკაც რო ვაჩვენოთ ეს რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ დონეცკის მიმართულება. რუსები ეხლა პუტინი როგორ აყენებს საკითხს, რომ აი ეს არის ლუგანსკი აღებული აქვს უკვე, დონბასის აი ეს ნაწილი, ზაპოროჟიეს ეს ნაწილი და ხერსონის აი ეს ნაწილი გვინდა ჩვენ და ომს გავაჩერებთ. ეხლა ამ მომენტში მოთხოვნა არის ეგ. აი ყოველთვის ხო არის ნებისმიერი მოლაპარაკებები არის ვაჭრობა, ანუ ერთი მხარე თავის მაქსიმუმს ამბობს, მეორეც მაქსიმუმს ამბობს და სადღაც შუაში თანხმდებიან. რუსების აი ესეთი პროგრამა მაქსიმუმი არის, ნუ მდინარე დნეპრის იქითაც რავი უნდათ, მაგრამ ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ ვინმე მიცეს. ზაპოროჟიეს ეს ნაწილი და ყველაზე მთავარი არის ეს დონეცკის ეს მიმართულება, რაზეც ხა შოთა ისაუბრებს დეტალურად. აი დონეცკის ეს მიმართულება, ანუ რაც გაჟღერდა, რომ აი უკრაინას რაც არის დარჩენილი. ხო, უკრაინას თავაზობენ, აი ეს და მუქი ლურჯი ფერი, რაც არის, ეს არის დონეცკის რუსეთის მიერ ჯერ არ აღებული ნაწილი. აქედან იდეაში, როგორც ჩანს, თავაზობენ უკრაინას, ეს დატოვე და აქ არის აი ეს სამი დიდი ქალაქი, სლავიანსკი, კრამატორსკი და კონსტანტინოვკა და მთელი ხაზია ფაქტიურად აი ხედავთ გადაბმული დიდი აგლომერაცია ქალაქების, ეს ეხლა ამ მომენტში ეს არის 100,000 მოსახლეზე მეტი ქალაქები იყო ომის წინ იდეაში, მაგრამ მანამდე ომამდე ბევრად დიდი იყო ეს ქალაქები, ანუ ტერიტორიულად ეს არის უზარმაზარი დამცავი კედელი. ამის და აქ არის ყველაზე დიდი საფორტიფიკაციო ნაგებობები, რაც ფრონტზე აქვს უკრაინას. ანუ ამას ჭირდება დიდი რესურსი, დრო, რომ ასეთი საფორტიფიკაციო თავდაცვითი კედელი ააშენა. აქედან გასვლა გულისხმობს იმას, რომ რუსეთს ფაქტიურად თავდაცვითი ბუნებრივი აი ქალაქების სახით თავდაცვითი ზღუდეებს გადააბიჯა, თვითონ ზურგში დარჩა და თავის ხელში დარჩა უზარმაზარი ქალაქების ჯაჭვი, რომელსაც აქეთ ვერ შემოუტევ, ანუ ბევრად დაცულია ერთი და კიდე რო განახდეს ომი, მერე პირდაპირ ქალაქ დნეპრზე წავლენ. დნეპრზე წავლენ და რა უადვილდებათ რუსებს ამ შემთხვევაში. აი მაგალითად, რა სხვაობაა პირობითად სამხრეთიდან ზაპოროჟიეში, აი აქ უკრაინას ასევე არ აქვს დიდი ქალაქების ჯაჭვი და რატო ვერ ახორციელებს რუსეთი ისეთივე ეფექტურ შეტევას სამხრეთიდან ჩრდილოეთით? საქმე იმაშია, რომ დიდი ეფექტური შეტევის განსახორციელებლად ჩვენ გჭირდება დიდი ძალების სადმე დაცულად განლაგება. დონეცკის უზარმაზარი მნიშვნელობა სტრატეგიული არის იმაში, რომ ეს იყო ყველაზე მჭიდროდ ქალაქებით დაფარული, დასახლებული ტერიტორია საბჭოთა კავშირის პერიოდში და შემდეგ უკრაინაში და აქ აი დონეცკში და მის გორლოვკა და მის ასე ვთქვათ გაყოლებაზე არსებული ქალაქებში რუსეთს აქვს დიდი ძალების დაცულად კონცენტრირების საშუალება, რაც აძლევს საშუალებას, რომ შემდგომ ამ ძალებით უტიოს ეფექტურად და დიდი შეტევები, დიდი ძალებით განახორციელოს. ანუ თუ იღებ დონეცკს, ეს არის არა მხოლოდ დაცული ზღუდის აღება, უკრაინისთვის წართმევ ყველა დაცული ზღუდის, არა მხოლოდ შენს ხელში გადმოსვლა ყველაზე დაცული კედლის, რომელსაც აქედან შემოუტევ, არამედ დიდი ძალების კონცენტრაციის საშუალება იმისთვის, რომ შემდეგ განავითარო შეტევის მიმართულება შეგიძლიეს სამხრეთით, ანუ შეხვედი უკვე ზურგში ზაპოროჟიეს თავდაცვითი ზღუდეების შეგიძლია ჩრდილოეთით, ან აგერ დნეპრის მიმართულებით. ამიტომ ეს მონაკვეთი არის სტრატეგიულად ამ ომში ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ მონაკვეთის შემთხვევითი არ არის. ამ ომის ბედი წყდება ახლა. ამ ომის ბედი წყდება აქ შემთხვევითი არ არის, რომ აი ეს დაგვითმეთ და აქედან ციხე-სიმაგრე დაგვითმეთ. პატარა დაზუსტებას გავაკეთებ ხე შენის ნებართვით. აი ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ როგორც პოკროვსკის თემაზე, რომლის შტურმიც ახლა მიდის, აი მაგალითად ერთ-ერთი სტრატეგიული ხალხი. კი, აი ახლა დარწმუნებული ხარ, ქართული პროდასალური მედია ამას თქვენ არ მოგიყვებოთ, მაგრამ ახლა ამ მომენტში უკვე ქალაქ პოკროვსკის შიგნით მიდის ბრძოლები და მაგ ქალაქის შტურმი დაწყებულია და ფაქტიურად სამი მხრიდან ალყაში არის მოქცეული და ძირითადი გზა ერთადერთი აი ეს არის დარჩენილი. მაგრამ ყველაზე საინტერესოა და აი აქ არის მეორე კონსტანტინოვკა, რომელშიც ახლა იგივე მის ფორმირება ხდება, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის აი რამდენიმე დღეა უკვე ეს არის თან არა რუსების, არამედ უკრაინული deep state მეფის მონაცემებით, რუსებმა მოახდინეს აი გარღვევა ჩრდილოეთით.
და აი რო ექსტრაპოლაცია გავაკეთოთ და აი ესეთი დინამიკით რო შეძლონ რუსებმა აი ამ პლაცდარმის გაგრძელება, ისინი უკვე შეიძლება სლავიანსკ-კრამატორსკის ზურგში შესვლის ოპერაციასაც კი ახორციელებდნენ ამ წლის მანძილზე. ამიტომ, როდესაც ტრამპთან პუტინის შეხვედრა მოხდება, მან საკითხი რუსების მხრიდან დადგება ეგრე, რომ ან უკრაინა აი აქედან გადის, ან ამას ჩვენ თვითონ ავიღებთ მაინც. ანუ პუტინს ეხლა ალიასკაზე სავაჭროდ აქვს ეს სიტუაცია. პოკროვსკი ფაქტიურად ალყაშია, კონსტანტინოვკა ფაქტიურად ალყაშია. დავამატებ კიდე რომ აი აქ ლიმანს უახლოვდება ძალიან. კი ბატონო, აი აქ სევერსკის მიმართულებაზე აქ რო ვაჩვენოთ, სევერსკის მიმართულებაზე აქ ფრონტმა სერიოზულად გადაინაცვლა და უკვე სევერსკს მიუახლოვდნენ. ლიმანის მიმართულებით უკვე პრობლემები არის, აი ეს უზარმაზარი ტყის მასივი, რომელიც უკრაინელების მთავარი ესეთ შემაკავებელი ბუფერული ზონა იყო, მან რუსებმა გარღვევები გააკეთეს და აგერ ქალაქი კუპიანსკი, უკაცრავად, ეს სხვა აგერ კი ბატონო. ქალაქი კუპიანსკი, სადაც აგერ რუსებმა გადალახეს მდინარე და ჩრდილოეთიდან დაიწყეს ამ ქალაქის штурმი. კუპიანსკის შიგნითაც უკვე ბრძოლები მიმდინარეობს. აი ეს არის ის კარტები, აი დონალდ ტრამპს ხო შეგიძლიათ ხა უკვე გამორთოთ რუკა. დონალდ ტრამპს ხო ძალიან უყვარს ხოლმე ეგეთი გამოთქმა, რომ ზელენსკის ეუბნებოდა, რომ შენ არა გაქვს კარტები, რითიც უნდა ითამაშო და ეგრე უყურებს და ამ მოლაპარაკებაზე რუსები ამ კარტებით დაჯდებიან მოლაპარაკებების მაგიდაზე და ამერიკელები თავის მხრივ დაჯდებიან შემდეგი კარტებით, რომ ეკონომიკური სანქციები და არ გაგვაბრაზოთ, თორე უკრაინას უარესად მოვამარაგებთ იარაღით. ხო, ანუ აი დააბრუნეთ ერთი წამი ეს ლუკა. აი უფრო დიდ მასშტაბზე რო განვიხილოთ, აი კუპიანსკი ხედავთ. რუკა რო გამოვიტანოთ. აი ხედავთ კუპიანსკთან აი რაღაც ნახევარ ალყა იკვეთება, თანაქ არის მდინარე და ეს კუპიანსკს თუ იღებ ეს ჩაიკეცება და მათ შორის მომარაგების გზები სამხრეთით ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ დგება, იმიტომ რომ აი ეს მდინარე გადის და კუპიანსკ ჩრდილოეთიდან მომარაგება მნიშვნელოვანი იყო. ლიმანში აი ეს გადია. აი ცოტა გამოთა აი ხო ამან. აგერ არის ლიმანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელსაც ეს სამხრეთით გადის ამისთან მდინარე და აი თუ გავიდნენ სევერსკი დონეცკი ქვია. ხო, და თუ გავიდნენ აქაც კიდე ერთი მდინარე მოდის, ოსკოლი, ამ ოსკოლზე თუ გავიდნენ ამ ლიმანს სერიოზული პრობლემები ექნება და ეს შეიძლება ჩაიკეცოს. აი აქ პოკროვსკი, რომელიც არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი, იმიტომ რომ მთავარი გამანაწილებელი ხაბი იყო პოკროვსკი და მირგოროდი. აი აქ მთელი ეს დონბასის მომარაგების კვანძი იყო აქ გადიოდა. ეს თუ ჩაიკეცა, შესაძლებლობა ხდება უკვე პლაცდარმი ჩდება, რომელიც იქით განავითარო შეტევები, მათ შორის ჩრდილოეთით. და კიდე ერთი ანკლავი, ასე ვთქვათ, ნახევარალყა კონსტანტინოვკის, კონსტანტინოვკა თუ ჩაიკეცა, აიღეს რუსებმა, მერე სლავიანსკ-კრამატორსკი ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდება. მათ შორის ლიმანი თუ აიღეს, აი ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, ხო? ანუ რაღაც რუსებმა მიიყვანეს კულმინაცია იქამდე, რომ დონბასის აღების ოპერაცია შეიძლება დაიწყონ. ანუ რო ჩამოვთვალოთ, მინიმუმ 3 ქალაქის ნახევარალყა არის უკვე ფორმირებული, ამ 3 ქალაქიდან 2-ში უკვე ქალაქის შიგნით მიდის ბრძოლები და დამატებით კიდე 2-ს, ანუ ლიმანს და სევერსკს საფრთხე უდგას კიდე იგივე ბედის. ანუ მთელი ეს ფრონტი მოძრაობაში არის მოსული. და თუ ამ 3 ქალაქს იღებენ, შემდეგ უკვე რუსებს ეძლევათ ძალიან ძლიერი პლაცდარმები საბოლოო ჩაკეტვა. სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულების ზურგში გასulis ამოცანაზე გავლით.